საქართველოში პირველი სტუდენტი ქალი იყო მედია ღამბაშიძე. 1918 წელს ახალგახსნილ თბილისის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი პირველმა მედია ღამბაშიძემ გამოთქვა. 19 წლის ახალგაზრდა ქალმა პირველმა შეიტანა განცხადება ახლად დაარსებული უნივერსიტეტის სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე. შესაბამისად, მედია ღამბაშიძე პირველი სტუდენტური ბარათის მფლობელი გახდა. მისი მამა, დავით ღამბაშიძე, ახლად გახსნილი უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრას ხელმძღვანელობდა. დედა, ვანდა ჰოპეკი, ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობდა. მედია 1919 წელს ინგლისური ენის შესასწავლად ბიძასთან წავიდა ინგლისში. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო კი მისი ოჯახიც ემიგრაციაში გაემგზავრა და უკან არ დაბრუნებულა. მედია ღამბაშიძე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც პირველი სტუდენტი იყო, რადგან თბილისის უნივერსიტეტი რეგიონში ერთადერთ უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენდა. თუ გინდა გაიგო მეტი ამბავი საქართველოს შესახებ, შემოვერთდი ჩემს კურსს ყველაფერი საქართველოს შესახებ. გელოდები ფასკუნჩი, გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლაში.